მოგესალმებით მეგობრებო, საქართველოს უნივერსიტეტის მორიგი პოდკასტი, მორიგი ეპიზოდი იწყება. მიხარია რომ ისევ ერთად ვართ და ჩვენი სტუმარია ნანუკა ჟორჟოლიანი. დიდი წარდგენა და ამბები არ გჭირდება. მადლობა. ისე ხარ უკვე ხო იცი, ბრენდი. როგორ ახალ პირველ რიგში? ნორმალურად, ცოტა დაღლილი. მაგრამ იდეაში ესეთ განწყობაზე რა, ენერგია მაქვს, ასე თავარია. მშვენიერი და გადასარევი. იცი რა არის, რაღაცნაირად კითხვებზე რო ფიქრობდი, მე კიდევ ვიღაცებს ვეკითხებოდი, ერთმა ორმა ადამიანმა მითხრა, რომ აი ძალიან აინტერესებს ეგეთი რამე, რომ შენთვის როგორც რესპონდენტისთვის კი არა, როდესაც შენ ყავს რესპონდენტი, შენთვის რომელი იყო ყველაზე რთული ინტერვიუ? იყო ისეთი, რომელიც აი განსაკუთრებით და გამახსოვრდა? იცი რა არის, განსაკუთრებით ესე არ ვიცი, რთული არის რესპონდენტები, რომლებიც არ იხსნებიან, მაგრამ აი ჩემი ესეთი გამორჩეული რესპონდენტი, რომელიც ეგ ჩვენ მყავდა ეთერში, იყო კახა ბენდუკიძე. და მაშინ რაღაცნაირად ხო ვიწრო სეგმენტული ტიპი იყო უფრო რაღაცნაირად ლიბერალური ღირებულებებისთან იმ დროს ეს ძალიან ახალი იყო დღეს ცდილობენ ჩარჩოში მოქცევას ამ თემის და ხა წარმოიდგინე მაშინ და იმიტომ რომ მაინც ყვითელ გადაცემად ითვლებოდა ნანუკა შოუ უკვირდათ და ეკითხებოდნენ რომ რას დადიხარ მაგ გადაცემაში და მისი პასუხი იყო მიყვებოდა რომ უთხარიო რომ თქვენმა მაყურებელმაო და თქვენო იცით რომ იუდა არ ვარო და მინდაო რომ იმის მაყურებელმა გაიგოსო და მე მიყვებოდა ვიღაცამ ყველაზე ფასი დამიკლო და ანუ მიხვდა რომ სხვა ტიპის მაყურებელს დაუახლოვდა აქ და მისთვის ეს აუდიტორია იყო მნიშვნელოვანი და შესაბამისად რა თემაზეც არ უნდა დამერეკა ერთხელ წონის კლებაზე დავურეკე და იქაც კი მოვიდა ანუ სწორად იცოდა აუდიტორიის ათვისება და სწორად იცოდა ფასი ესე კი არ უყურებდა რაღაცას ნობურად რომ მე ახლა ამისა არ პირიქით ძალიან ამის ფასი სწორად იცოდა და ამას ძალიან ვუფასებდი და არ ვიცი რესპონდენტები ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე რთული სამართავი პროცესი არის, როდესაც ონკოპაციენტს ელაპარაკებიან ბავშვ გადასარჩენს, აი მაგ დროს არის ყველაზე რთული, როგორ უნდა მიუდგე, რა კითხვა უნდა დასვა, რომ კორექტული იყო. მაგრამ ხო რა იდეაში ხო ძალიან შეიცვალა, YouTube-მა ძალიან შეცვალა ტელევიზია. იმიტომ ჩვენ გვინდა არ გვინდა, YouTube-მა თავის რელსზე მაინც გადაგვაწყო. ხა ტელევიზია სრულფასოვნად YouTube-ზე ვერ გადაეწყობა, მაგრამ მაინც გადაგვაწყო რა. რაღაცნაირად ეს პარკეტული, დალაგებული სტრუქტურა მუშალა, აღარ არის უკვე მიმზიდველი. იდეაში TikTok-ის ალგორითმაც რა, ანუ დაგანახა ის რა, რაც უფრო მეტად მოუწესრიგებელ, ჩვეულებრივ, ყოველდღიური ხარ, მით უფრო მეტად აინტერესებს შენი კონტენტი მაყურებელს, ვიდრე ის რომ ელაპარაკები რაღაცა შირმის იქედა. შესაბამისად გონია რომ რაღაცები ძალიან შევცვალეთ ჩვენც რა და მოვერგეთ ამ რეალობას რა. იყო რამე ისეთი კონკრეტული მომენტი, როცა იგზენი რომ აი ინტერვიუები ერთხელ გორდონი რო არის უკრაინელი ჟურნალისტი ის ლაპარაკობდა და დუჯი რო არის იმას ებაზრებოდა და ანუ ორივე ხა ის არის რა მაგარია მაგამ ბავში და აიო რას გაგონებსო ინტერვიუო კითხა იმან და იფიქრე რომ სექსო ხო და რატომაც მე გაშალეს რატო იმიტომ რომ დაახლოებით თავის პრელუდია აქვს, მე თავის დამატურგია აქვს, თავის სიახლოვე აქვს, თუ კონტაქტი აქვს. აი, როდის იყო შენთან ისეთი მომენტი, რომ აი რაღაცა თავარი გასაღები რო აღმოაჩინე, თქვათ, რესპონდენტთან ურთიერთობაში, აი რაღაცა გარდამტეხი და თქვათ იგივე შენი კარიერის განმავლობაში ხო ბევრნაირი რაღაცა საკეთებდი. ყველაზე აი მოდი ესე გეტყვი რა. ყველაზე კომფორტული შენთვის რომელი? ველი. კი. იმიტომ რომ ველი მათ შორის ახლა ძალიან რთული ესეთი მაგალითი მინდა რომ მორალურად სწორად გამიგონ ომის მაგალითი, მაგრამ ომის დღეები, იმიტომ რომ შეიძლება დავიწყოთ იქიდან რომ სტუდიაში რესპონდენტის გახსნით დაწყებული მე უკვე ძალიან მარტივია რა. მე უკვე არის ის რომ პროფესიაში დარჩენა გინდა. ხა 17 წელი ამას ვაკეთებ. 17 წელისაა ნანუკა შოუ. წარმოიდგინე და 25 წელია ვარ ამ სფეროში. და შესაძლოა ჟანრში თუ როგორც პროფესიაში. და შესაბამისად ყველაზე ისეთია დღესაც კი რო გავდივარ ხა რაღაც ისეთ გადაცემა მქონდა ცოტა უცნაური და საჭიროებდა ჩემს გურიაში ჩასვლას იმ კონკრეტულ ოჯახში და ცოტა რეპორტაჟულია. ველი რა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აი ეს როდესაც სვანანუკა რიგით ადამიანებზე, უცნობ ადამიანებზე გადავერთეთ, ბევრად უფრო საინტერესოა რა. ისე ჟურნალისტი. მაგრამ იცი რომ ამ ბოლო დროს რეიტინგის მიხედვით, გაცილებით უფრო მეტად საინტერესო დაბრუნდა ის ჟანრი, რომ ფეისები გახდნენ. როგორ? ანუ მაგალითად ერთი პერიოდი ხო იყო რომ უკვე ყელში ხონდათ ეს სახეები ამოსული მაყურებელს და აღარ უყურებდნენ, ანუ აღარსად. იმიტომ რომ რაღაცა ეს ჩვენ ყველას გადაცემებს წრეში ვატრიალებთ ამ 20 კაცს და ყველა დაიღალა. მერე ხო TikTok-მა და ამ რაღაცა ალგორითმებმა და YouTube-მა უცებ შემოყარა ამდენი უცნობი ადამიანი და ყველა რაღაცაირად შეესია ახალ პროდუქტს, ახალ საჭმელს, ახალ საყვებს. ამ ბოლო დროს ტელევიზიაში ვაკვირდები რომ ტრენდი ისევ შეიცვალა. ანუ ისე ფეისებზე მოთხოვნილება გააჩინა ამდენმა უცნობმა სახემ. და ძალიან ისეთი უცნაური ამბავია, იცი, იმიტომ რომ რეიტინგი ხა ციფრი, მათ შორის YouTube-ზეც და მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენთვის YouTube მნიშვნელოვანია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ხა
თუ მაგალითად წარმოიდგინე ადრე 10-15,000 ნახვა იყო სტანდარტული ყვება, დღეს უკვე 300-200,000-ია, რაც მაყურებელიც ძალიან თაკად გადავიდა. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ჩემთვის ეს თემა რადგან მნიშვნელოვანია. ქველმოქმედების ფაქტორი. თუ ადრე სატელევიზიო მარათონს არ გავაკეთებდი, ფულს ვერ ვაგროვებდი, დღეს უკვე სოციქსელები ჩემი ძლე 100-150,000 ლარი შეგროვება. ის სხვათა შორის ეხლა ხან სანიმით ხა ეგეთი რამე, რომ თურმე YouTube-ის დიდი უმრავლესობა დაახლოებით 70-30-ზე არის ქალები. უი არა, ჩვენ კაცები მე ეგრე გავიგე და მაგიტო გამიკვირდა რომ მეთქი ასაკი როგორ გაიზარდა? რაღაცა დაახლოებით ხო 26-დან რაღაცაზე კი და გაიზარდა, აი მაგალითად. ხო, ადის, იმიტომ რომ smart ტელევიზორი რო აქვს სახში რა, ის ეტყვის რომ ბებო ერთი ჩამირთე YouTube-ზე ის და ანუ უკვე თვითონაც დაამუღამეს რა და პირდაპირ იცია ეს არ არის მარტო ტელეფონის პონტი რა, ეგრევე YouTube-ზე დაყენებული აქვს როგორც არხი რა, შევა და დასერჩავს იზავს. ხო და გამიკვირდა და მე ერთი უნდა გადავამოწმო ეგ რამდენად არის ქალების, საერთოდ საქართველოში ახლა კი არ ვიცი სტატისტიკა, უფრო მეტი ქალი. ნუ ჩემი 83%-ია. ქალი თუ ქალი? უფრო მეტი ქალი ცხოვრობს საქართველოში. არ ვიცი, მე გულისხმობდი ახლა ამ წუთას არ ვიცი, 83. ის საინტერესოა, საქართველოში მოსახლეობა უმეტესობა ქალია თუ კაცია? ერთი ეგეც უნდა გავარკვე. კაი, კიდე ერთი, ამაზე კიდე ერთ ორ სიტყვას ვიტყვი, სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალ, რომ ნახე თავიდან YouTube-ზე რომ მეც რაღაცებს ვაკეთებდი, სულ ვამბობდი, რომ უკიდურესობების ამბავია რა, აი როგორც მაგალითად ერთი პერიოდი კლაბინგი რო ძალიან შემოვიდა და აიფორია და ყველას ეგ უნდა და მე რაღაცნაირად თითქოს ეგ უკვე აღარ გახდა ერთადერთი წყარო, მე უფრო რაღაცა ჯაზ იმებზე სიარული, მე ცოტა მე რაღაც ფაბი, მე უფრო ლაივ მუსიკა რაღაცნაირად დაბალანსდა. აქაც YouTube-ზე თავიდან ეს მთელი ის იყო რომ ვა ხალხს ალტერნატივა გაიჩითა და უცებ YouTube-ზე ტიპი ესე ლაპარაკობს, ვითომც არაფერი და თან უცენზუროდ, ხო, როგორი სახში იქნებოდა ისეთი როა რა. და ეს გაუსწორდათ ხალხს, მაგრამ მანდაც მე ცოტა დაღალა რა, რომ აი მაგალითად სამსახიობო ამბავში რა ადამიანი გზიამონებს, როცა არის თქვა ბუნებრივად თამაშობს. მაგრამ ბუნებრივად თამაში არის მხოლოდ რაღაცა აი ერთი საფეხური. იმის იქით არის 1000 დეტალი, სიღრმეები, ტიპაჟის შესწავლა, ეს ხო და ამიტომ რაღაცნაირად ხალხს გაუსწორდა ეს YouTube-ზე ბუნებრიობა, მაგრამ როგორც კი ამან იმას აქნა, რომ გადაიარა ამ ტალღამ და ნაწილობრივ კიდე ტელევიზიაშიც ვიღაცები გადაეწყვნენ, შეეცადნენ რომ მაქსილში ყოფილიყო. რაღაცნაირად ეხა დაუდგათ მომენტი, რომ კაი გავიგეთ, ეხა იმდენი ბუნებრივი ადამიანი საინტერესოს მინდა იყო. უკვე ეხა ეს მოთხოვნა გაჩნდა. ხო, და ეხა წამოვიდა ეს რა. და მეორე ფსიქოლოგიური ყველა რო კოუჩია და ყველა რო გასწავლის როგორ უნდა იცხოვრო, ანუ რა მემართება, იცი, ყველა გეუბნება, ყველა მიცის შენ წყალი უნდა დალიო თუ ავოკადო უნდა ჭამო. აი ზუსტად ეგრე YouTube-ზე ეხლა უკვე იმდენია რაღაცნაირად, რომ აი თვალს ვერ ხარც კი იმახსოვრებ, მაგრამ არსებობენ ახლა მანდაც ხო არიან აი YouTuber-ები, რომლებსაც უყურებ რა და ბევრი ახალი კონტენტიც გაჩნდა, რაც დამღლელია. მე მაგალითად ხლის ხოლმე ერთ პერიოდი მიყვარდა მეორადებში სიარული რა, იმხელა არჩევანი, აი დიდი ის რო არის მოვლები და რა ვიღლები რა, ანუ მირჩევნია რომ ერთი სამი მაღაზია იყო შევიდე და იწყნა რა ჩუდად გავაკეთე. შეიძლება ადამიანებს ხანდახან თან ესე უნდათ არჩევანი, მაგრამ ხანდახან ამ არჩევანისგანაც იღლებიან რა და სულად ვიზიარებ. ხო, რაღაცა უნდათ კონკრეტულად ხო ისე იყოს რა. ხო, აი ახალ წელსაც კი აი ბევრი საჭმელი რო ვერ ჭამ. აი როგორც კი მე პირველი 2-3 იანვარია და ეს ნარჩენებია, მე უფრო ისე ვარ და რა ალბათ ტიპაჟებზეც არის. მოკლედ, ერთი კითხვა მაქვს ესეთი, ადრე ჩემთან ეგეთ პროექტი მქონდა ადრე, ისე ქვია წვერებს ადიკეთებენ კაცო, სადალაკო. სადალაკოში იყო მოსული უჩა აბაშიძე, ნუ რა თქმა უნდა, სანამ ციხეში მოხდებოდა. როცა უჩა მოვიდა ჩემთან ამ რაღაცებზე საუბრობდით და მაშინ ჯერ კიდე ტელევიზიაში მუშაობდი და ერთ-ერთი თემა იყო ის რომ ჟურნალისტი უნდა იყოს თორე ობიექტური რა. ეხლა ამ თემაზე რომ მიფიქრია, რა თქმა უნდა ცალსახად ჟურნალისტი უნდა იყოს ობიექტური, როგორც ჰიპოკრატეს სპიცი აქვს, ექიმის სპეციალური დაახლოებით იგივე კოდექსია რა. მაგრამ ამავე დროს ჩემი აზრით აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მოცემულობებსაც რა მოცემულობაში ცხოვრობ. ეხლა რატო ვამბობ ამას? რომ აი უკრაინის მაგალითს გეტყვი. უკრაინის მაგალითზე რომ შევდივარ და 24 რო აქვს გვერდი მაგათ როგორი რაღაცები წერიცი რომ SSA შოიგუ დაიჭირეს დააპატიმრეს თუ ანუ ობიექტური ნახდად არ არის. უბრალოდ შენ იცი, ხო და აი მაგიტომ მოცემულობას აქვს მნიშვნელობა. შენ იცი რომ ის იმხელა ომშია და ისეთ პროპაგანდისტულ მანქანას და ისეთ ჰიბრიდულ ომს უპირისპირდება რომ მანაც იგივე წესებით თუ არ ითამაშა, ოღონდ კარგ მიზნებს ემსახურება და ეგეთი მიდგომა აქვს რომ თუ შენ ხშირად იმეორებ რაღაცას რომ ეს მოხდება, რუსეთი მარცხდება, რუსეთი დამარცხდა. აი ხა ის გარბიან ქალაქი და ნელ-ნელა ხდება სიმართლე. ეხა ის ომშია, ოკეი, მაგრამ ვიღაცა ვინც ომში არ არის, შეიძლება არის ჰიბრიდულ ომში.
და არანაკლები ზიანია ეგ თუ მეტი არა ხანდახანდა. შესაბამისად, მენტალურ ამბავში გულისხმობდა. შესაბამისად, სად გადის ზღვარი, როცა ჟურნალისტმა იცის, რომ თქვათ მაგალითად ვერ იტყვის. აი ხა ობიექტურად უკრაინაში ვერ იტყვიან, მაგალითად თუ დაიღუპა 30,000 ადამიანი, მაგას ვერ გეტყვის, იმიტომ რომ ეგ მიბმულია ადამიანები როგორ იგრძნობენ თავს. პანიკა ხوار დაითესება, რაღაცა ხوار დაითესება. ეგ არ არის ობიექტურობა, ეგ არის ეთიკის და სტანდარტი. ობიექტურობას რაც შეეხება, მაგალითად იმედის ჟურნალისტი შიქთავსით, წყობით, ყველაფრით არის პრორუსი. ანუ რუსეთი უნდა რა, უკრაინას არ გულშემატკივრობს ღია და საჯაროდ. ის ფიქრობს, რომ ობიექტურია. იმიტომ რომ ის მისი მწამს, რისთვისაც იქ მიიყვანეს, ჯერ ეს დავიწყოთ იქიდან, რომ რისგან შედგება საზოგადოება, მოდი გავყოთ რა. არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლობა, რომელიც ფინანსდება ჩვენი ჯიბიდან და მას აქვს სხვა ვალდებულება. აბსოლუტურად. თუ შენ მიყავს საინფორმაციო გამოშვება, შენმე უნდა მომიყვი ამბავი, მაგრამ თუ შენ გადაცემას არ ქმევ ნანუკას შოუს, უკვე ისეთი სუბიექტური ხარ. ნანუკას შოუ რო ქვია ახლა იმ ქოლგის ქვეშ ობიექტურობა, რაც ჩემი სახელი დავარქვი. და შესაბამისად, მე საავტორო გადაცემა. ხო, ზუსტად. და თან დაცლილი ხარ მაგ ვალდებულებისგან და თავარი რა არის? თავარი არის, რომ შენ გქონდეს გაცხადებული შენი არჩევანი. თუ შენ მეუბნები, რომ შენ ხარ პრორუსი, ან პროევროპელი, ან პოლიტიკური ვექტორის განსაზღვრული გაქვს, ან პოლიტიკური სიმპათიების განსაზღვრული ხარ, მგონია რომ სწორად მეკცევი როგორც მაყურებელს, იმიტომ რომ შემდეგ ჩემთვის შენი ფილტრის გაკეთება არის მარტივი. თუ შენ მეთამაშები რაღაც ნეიტრალურ პოზიციას და ამ დროს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია გაქვს და ბრძოლის ველი გაქვს და ამის შესახებ არაფერს არ მეუბნები, არ არის სწორი. ამიტომ მე მგონია რომ ნებისმიერ სფეროში, იუთუბერი ხარ, პოლიტიკოსი ხარ თუ ჟურნალისტი ხარ, თავარი იარაღი რაც უნდა გქონდეს არის გულწრფელობა რა. ანუ უნდა იყო გულწრფელი, არ მომატყუო და შეცდომასაც გაპატიებ. ამის ნათელი მაგალითი ვარ მე. იმიტომ რომ მგონია რომ ჩემ თავარი ხელსაწყო ჩემს პარტნიორებთან, ამდენ წლიან პარტნიორებთან, ჩემს მაყურებლებთან არის ის რომ ვარ გულწრფელი, მაზარალებს ეს გულწრფელობა. ბონუსებს მაძლევს თუ კრედიტს მაგროვებინებს თუ მაკარგვინებს. გულწრფელი ვარ ჩემს პოლიტიკურ არჩევანში, სიმპათიებში, სადუდგევარ, რას ვაკეთებ. აი მაგალითად ჩავალა რამიშვილი. ანუ რა მე ვუფასებ იმას რომ ამბობს რომ მე რუსი ვარო რა გეუბნება და რუსეთისკენ ვიბრძო. ეს გაცილებით უფრო ნაკლებად საშიშია და ნაკლებად გასაგებია ყველაფერი შალვარამიშვილთან დაკავშირებით, ვიდრე მაგალითად იმედის რაღაც ფეიქ გაბუნია წამყვანი, რომელიც არ გეუბნება, გეთამაშება ევროპელობას, იქ დადის მიღებებზე და ამ დროს რუსია რა. ანუ ამ შემთხვევაში მე მაინც მგონია რომ ბრძოლის წესებზე თუ ურთიერთობის წესებზე უნდა შევთანხმდეთ. ესეც ეთყობა შემოდის ნელ-ნელა ჩვენთან, იმიტომ რომ მე მაგალითად რომელი წელი იყო 2016 იყო თუ არ მახსოვს, ამერიკაში ვიყავი ერთ-ერთი მოკლედ რაღაცა ტრეინინგები ვიყო და აქედან გაგვიშვეს გოგიჩას სასტავი მისი და რაღაც უნდა გავუკეთებინა რაღაცა შოუ და პოლიტიკური სატირისავით იყო რა. და გაგვიშვეს იქ, რაღაც დავბინავდი რაღაც სასტუმროში და ჯონ სტიუარტი არის ეგეთი ამერიკაში ტიპი, რომელიც აი ეგ ლამის ეგ დემოკრატების თავარი ხმა ეგ არის. მათ შორის ოღონდ ტიპი, რომელიც დემოკრატებს მაგრა ასხავს რა, როცა ის არის რა. იქით იყო ბილ ორაილი ფოქსზე, რომელიც ცალსახად ფოქსის თვითონ რესპუბლიკელების ტიპია და იქ მკვეთრად გამხატული პოზიციაა. კი ბატონო, ამასაც და როცა მათ სცენარისტებს ველაპარაკებოდი, ეგეთი რაღაცა თქვეს რა, ანუ ჰაი კლასის ტიპები არიან, ხო, თან ამერიკაზეა საუბარი, სადაც დემოკრატია იდეაში. და ეგეთი რაღაცა თქვეს, რომ მან იცისო, რომ ჩვენ ისინი არ გვევასებიანო, ჩვენ ვიცითო, რომ იმათ ჩვენ არ ვევასებითო. და ამას პირდაპირ ამბობენ, აი ესენი არც უბერავენ, ისინი მეორეს უბერავენ. წინასაარჩევნო კამპანია გაიხსენე ტრამპის. ხო, და ანუ მაგიტო ვამბობ, რომ რაღაცნაირად აი მაგას ვამბობ, ანუ თამაშის წესებია რა. მაგრამ ეს ობიექტურობაც რაში ნიშნავს? ანუ მე ჩემი მხრიდან მგონია, რომ ობიექტური ვარ. ჩემ პოზიციიდან რა პოზიციაზე ვდგავარ, მგონია რომ ობიექტური ვარ. იმედი ჟურნალისტი გეტყვის რომ ობიექტურია. ანუ ვერ ვიგებ სიტყვა ობიექტური, მე მგონია რომ აქ თავარი ამბავი იყოს ობიექტურობა, კი არა რომ ყვებით თუ არა სიმართლეს. აი მაგალითად, როდესაც არის 10 კაცი აქციაზე ვამბობთ რომ 100-ია, თუ როდესაც არის 100 კაცი, ეს ხო მათემატიკაა. ეს ხო განწყობა არ არის, მე ხო განწყობას არ ვიქმნი. აი მაგალითად იმედის ის ქარდები რო გვიდებენ, ერთი ფოტო რო გადაიღეს ოდესღაც დრონით, მართლა 15 კაცი და ყველა აქციაზე დებენ იმ. ანუ ეგ არის რომ სიმართლეს ყვები თუ შენ განწყობებს მახვევ თავს. მე მგონი აი ეს არის მნიშვნელოვანი, თორე ობიექტურობაც თვითონ აი ზოგადად ამ სიტყვის მიმართ მაქვს პრობლემა, იმიტომ რომ ნებისმიერი ჩვენი პოზიციიდან ვუყურებთ რა. ობიექტურობა რაზე გადის? მან კიდე რა არის? აი მაგალითად ალბათ ობიექტურობის მაგალითად ჩაითვლებოდა რა, რომ პირობითად მაგალითად
აქციაზე მართლა თქვა ავიღოთ, მივიდა 7000. ხო, სადღაც საშუალოზე შევთანხმდეთ, შეიძლება ზუსტად ვერ დავითვალოთ, მაგრამ საშუალოზე შევთანხმდით. თან მეორე საკითხი, მე მაგალითად როგორ უყურებ, იცი რომ დღეს ნებისმიერ პრორუს, ნებისმიერს რომელსაც უხარია უკრაინის, არ ვიცი, ამ ბოლო დროს ვეღარ გაიხარდება, მაგრამ წყინს უკრაინის ის რაღაცა დღევანდელი რეალობა, რაც ძალიან წინ მიდიან და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ არის მავნებელი, ანუ მე არ ვუყურებ, რომ არაობიექტურია, მავნებელია და მტერია ჩემი ქვეყნის. ოკუპანტის გულშემატკივარი არის მტერი. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროცესში სწორი სახელების დარქმევა. თან პროპაგანდა არანაკლები, ანუ იარაღის მექანიზმით გაცილებით უფრო რთულია ხშირ შემთხვევაში და მეტი გავლენის მქონე, ვიდრე შეიძლება შენ კონდეს დრონი, რომ მიზანში ვერ მან ვიღაც მტერმა განიარაღება მოასწროს, ან მიზანში ვერ მოარტყა და ისე კარგად ვერ გამოიყენო, როგორც პროპაგანდა. პროპაგანდა არის გაცილებით უფრო ხშირად მეტადამაზარალებელი თაობაზე და თან. გავითვალისწინოთ რა რეალობაში ვარ ჩვენ, დაფარვა გაქვს. YouTube-ზე პოლიტიკა ვერ შედის. თუ შევა პოლიტიკა არ მუშაობს კარგად, ეხლა ჩვენ გვაქვს ეს უმრავლესობის მცდელობა, სხვათა შორის ძალიან გამოგვდის რაღაცები, მაგრამ ეხლა როგორც გასართობ კონტენტს ეგრე არ აქვს ეგეთი მიმღებლობა YouTube-ის მაყურებელს პოლიტიკის მიმართ, ტელევიზია გაქვს მაგ მექანიზმად და იმედი ყავს, რომელსაც დაფარვა აქვს მთელ ქვეყანაზე, ფული აქვს, დაასანქცირეს, ქეში აქვს, ფუნტი აქვს. და შენ ეგ არა გაქვს რა უკვე ეგ ყველაფერი გაგაცალეს რა ვეღარ ანუ მაგ კონკურენციაში ვერ შედიხარ და ამიტომ არის მომნება ამიტომ უფრო მისი პროპაგანდა გაცილებით უფრო ყველა და თან სერიალები შეფუთული ბურგერი აქ სერიალი აქ გასართობი იქ შოუ იქს და ხო იცი როგორ იფუთება ხა ეს ზოგადად ჟურნალისტიკა დღეს საქართველოში როგორ არის აღქმული ანუ რას გულისხმობ ვიცი რომ თითქოს ადამიანებში არის ეს რაღაცნაირი მიუღებლობა აი რატო ვინ იმუშავა პროპაგანდა ხო ვინ გააშავა პროპაგანდა ანუ კონცეფცია ისიც ხო არის რომ პროპაგანდის გაშავება თავისთავად მაგრამ არის მაგალითები როცა ჟურნალისტი ისე რომ ისინი რო გაშავებენ ერთია მაგრამ შენის მხრიდან შენს უშვებ ისეთ რაღაცეებს გულის შენ არ გულისხმობ ზოგადად გულისხმობ მეც და მიშვია და მეც კონკრეტულად კი ხო მეც მქონია ეგ შესაბამი შემიტყვია ჩემ თავზე და რაღაც რომ ეს სუბიექტურობის მოშორება რთულია მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ადამიანებს აღიზიანებთ თუნდაც ოპოზიციურ არხებზე ჟურნალისტების გარკვეული ნაწილი. მაგრამ ახლა ნახე როცა შენ ამ ბრძოლაში ხარ, რომ ყველგან ხანჯალს გიქნევენ და აი ყველგან უნდა ეს აიცილო, იქ რაღაცა პრობლემები გაქვს, გაცილებით უფრო მეტია რისკი იმისა, რომ სადღაც ფეხი წაგიცდეს, ვიდრე რომ ცხოვრობ ისე როგორ ცხოვრობენ, აი რა ვიცი ხა მეტი პრობლემა არ აქვს, თავში ხელის წამოკვრაც კი პრობლემა აღმოჩნდა ისეთი იმედისთვის, რომ ნანიკო შეელიან ამდენი წელია გოგო ხა. რაზე გადის მათი პრობლემები და რაზე ტევ პირველის ამ ფორმულას პრობლემები. ფორმულას აგერ ებრძვიან, უტევენ სასამართლოები აქვს და თუნდა მოიგერიოს ამდენი ხმალი და ის იმის პრობლემა მარტო აი ეს ერთი ჟესტია რა. აი ალბათ შიდა სამზარეულო თუ არის რთულია მაგის გაგება, იმიტომ რომ სულ მაგას ვამბობ ხოლმე, რომ ანუ იმდენი რაღაც დეტალია, მაგალითად ადამიანს, რომელსაც არ აუღია ხელფასი ნორმალურად, 6 თვეა. ამდენი ხანია. საბანკო ვალდებულებები არ წუწუნებს. ხოს რომ საკუთარ თავზე იმუშაოს, როგორ უნდა მოახერხოს, რომ შიდა ეთერები გააკეთოთ, რომ დახვეწო, როგორ უნდა გაუშვოს სადღაც სასწავლებლად. ორი კამერა რო გაქვთ 6 გადაღება. მაგას ვამბობ რა, ამიტომ რთულია რა, მაგას უხსნით, აი შოუც რო იყო, ხო მეზიზღება დღემდე ის შოუ რატო? იმიტომ რომ რაც არის, აი სამაგიდო წესები, რავი, 10 არც ერთი ვერ იცავ, იმიტომ რომ ყველა თავისი მართლია. იქ სცენარის ფული არ აქვს, აღარ მოდის. იქ იმას დაწერა. შენ ვერაფერს ვერ ეუნებდი, რომ შენ თვითონაც მაგას გადიხარ. და შესაბამისად, აი ყველაფერი თქონტუნ და ჩამოიშლება. ყველა ინდივიდუალურად ვერ მოთხოვ აი ამ თამასას, რომელიც აგერ ფოქსზე ვერ დაუცვია ხალხს რა ხანდახარ. ამიტომ ეგ მესმის. თუმცა მიუხედავად ამისა, მეც რო არ დაგიმალო, ხანდახარ რო უყურებ ხოლმე, აი თუნდაც ოპო ჟურნალისტებს, ახლა იქით გასაგებია. აქაც რო უყურებ, აი მიფიქრია, რომ მეთქი, ნუ აი, კაი. ხა მესმის. განა იმიტომ რომ ობიექტურია თუ არ ობიექტურია, აი რეცოდნა არ არის. აი ცოდნა ელემენტარული საკითხების და ეს იგრძნობა ადამიანებში. ამას რა თქმა უნდა მე ზემოდან მარილად მოეყარა პროპაგანდა და პიროვნული მათი დემონიზირება. არა, პროპაგანდაში არიან 10-დან 9. პროპაგანდა ესმით, რატო იმიტომ რომ კადრულობენ, რასაც აკეთებენ ამას კადრება უნდა. ისიც უნდა მაგას. შესაბამისად, რა თქმა უნდა ცოდნაც უნდა, რა თქმა უნდა სწორად უნდა იცოდე რა რეზე რეაგირებს შენი მოსახლეობა, რა ზუსტად წერტილში სად მოარტყამ რომ აი კარგად მიხვდე, როგორ შეაზიზღო პირობითად ნანუკა, აი ზუსტად აი ამ ფულით გაგდა ჩამოიყვან რომელიმე მაგარ სპეციალისტს თელსოფლიოში რომელსაც უმუშავია შენი ჟანრის და შენი შინაარსის ქვეყანაში და ეს უკვე გამოსულია და ეს მოდელი უკვე მუშაობს. ეხლა რუსი ჩვენ ხო ეს რაღაცნაირი ჩვენი წყვეტა არც კულტურას, ანუ ეს თაობაში უფრო მეტად იგრძნობა, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს რაღაცნაირი თაობა, რომელსაც უცხოვრია. მე პიონერ ხელსახოვე მეკეთა რა.
შესაბამისად, ანუ ჩვენ ჯერ უნდა წავიდეთ, კარგად უნდა გავიწმინდოთ, რომ აი ამ თაობამ, რომელიც თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, ბოლომდე განთავისუფლებულები იყვნენ ამ ყველაფრისგან რა. ისე სხვათა შორის ერთი ფილმი თუ სერიალი იყო, სადაც პირველად ეგეც 2016-ისკენ იყო, სადაც აი პირველად გავიგე ეს ფრაზა, რომ America Great Again თუ რაღაც, იმიტომ რომ ამერიკა აღარ არისო ყველაზე მაგარი, ну ეგეთი მონოლოგი ქონა ვიღაც ჟურნალისტს, რაღაც ნიუსრუმი თუ რაღაცა ერქვა თუ არ ვწდები და მან დიძახდა რომ იმიტომ ვარ თუ ესე რომ ადრე იყვნენ დიდი ადამიანებიო, დიდი ჟურნალისტებიო, რომლებიც თქვა მართლა ადრე ხა დრო სხვა იყო YouTube და ის რო არ იყო მართლა აი ვიღაცა CNN-ის ჟურნალისტი ან Fox-ის ჟურნალისტი რაღაც ომში ავღანეთში და მე მასა ვამაყობ რუსთავიორის იმ რუსთავიორით რომელშიც მივედი ზუსტად ესე ვამაყობ როგორც Fox-ელი არ ვიცი ნებისმიერ სხვა ჩემთვის ის რუსთავიორი არის მედიის ბიბლია რომელიც წარმოიდგინე რა რომ ადამიანი გიყურებს და იმისთვის ის ჟურნალისტი იყო როგორც ადამიანი რომელსაც შეიძლება სიცოცხლეც გაერისკა თუ ომის იმაში იყო უდიდესი წნეხი მაგრამ მაგ სტანდარტს დებენ დღეს სიცოცხლის გარესკვის სტანდარტი ზუსტად რო იდება ეგ მარტო ჟურნალისტები არა უამრავი ადამიანი. ეგ არა, მაგრამ ხო ალბათ მე იმედი მაქვს, რომ როდესღაც ჯერ ესეთი ჟურნალისტიკაც ისე ითვლება ამ მართლა ეხა გამორიცხული სპორტული იქნება არხი ამერიკაში მაგალითად თუ პოლიტიკური, ყველას აქვს თავისი YouTube პლატფორმა უკვე რა. და ადამიანები ნახულობენ კლიპებს, კარდებს, ანუ ყველას უკვე ეზარება მთლიანი მაგალითად Fox-ის ეს უბრალოდ შეიძლება ფონად ჯერ კიდე ტეხასში სადღაც ჩართული აქვს სოფელში, ესე უყურებენ, მაგრამ იდეაში ხა რატო უნდა იწოლო თუ შეგიძლია რომ უცებ რა შეხვიდე და ნახო ის. აი კიდე ერთი რახან მომავალზე და რაღაცა ცვლილებებზე საუბრობთ. აქ ყველა რესპონდენტს ვეკითხები ხოლმე, ვითომ ეს ახლა ჩვენ სტუდენტებიც გვიყურებენ და მათთვის საინტერესო იქნება, აი ჟურნალისტებთან მიმართებაში AI-ის ამბავი როგორ იქნება? არის თუ არა საშიშროება? ჩანაცვლება, ამას ნებისმიერი პროფესიის ჩანაცვლება შეიძლება, მაგრამ ჟურნალისტი მაინც გამტარია და ინფორმაციის მიმწოდებელია და AI სახში გაწოდებს ინფორმაციას და ეს მაინც სხვა ჟანრია და სხვა პლატფორმაა. აი წეღარო საუბრობდით ეს რაღაცნაირად დღევანდელ რეალობაში ამ გახსნილმა საზღვრებმა იმას თაობებს სხვა ავტორიტეტები ყავთ. ჩვენ მაგალითად მე მაგალითად კომპიუტერის გამოყენება რომ დავიწყე პირველ არხზე რომ მივედი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მაშინ მარტო ბეჭდავდით, ინტერნეტი არ გქონდა და Google არ გქონდა. და შესაბამისად დღეს აბსოლუტურად სხვა დროა, სხვა ავტორიტეტები ყავთ, სხვა მაგალითები ყავთ და მაღალია სტანდარტს, ანუ იმას ისეთი აწეული აქვს სტანდარტი, რომ შენ სხვაგან ხარ. და თან ამ ქვეყანაში ხო რაღაც პროფესიები განვითარდა, რაღაცები ვერ, აი მაგალითად ჯანდაცვა არის გაცილებით წინა საუკუნეში ჩარჩენილი. მიუხედავად ბევრი პროფესიონალი ექიმისა, მაგრამ ზოგადად ის რაღაცეები, რაღაც პროფესიები მოერგო თანამედროვე რეალობას და მე მგონია რომ ჩვენ ჟურნალისტები ვცდილობთ და ჯერ არ გამოგვდის, ხან გამოგვდის, ხან არა, მაგრამ გვაქვს მცდელობა რომ დროს დავეწიოთ რა. ისე მაგალითისთვის რომ გინდა პოლარიზება იყოს და გინდა არა, ხელოვნური ინტელექტი რო გახდეს საინფორმაციო გამოშვების სამყარო რა. შეიძლება. ძალიან საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ მან თუ ნაკლებად დაცულ პირიქით მან თქო მიწოდებული ინფორმაციის გატარება მოუწევს. მან პირიქით მგონი. ხო, ეხა თუ ხო, მე ვამბობ პირიქით, ანუ როგორც მიაწოდებ, ისე გაძლევს მერე და მოკლედ ჩვენ თუ ვამბობთ, რომ რაღაცა სიმართლის თქმის სტანდარტი უნდა შეიქმნას, ეგ აბსოლუტურად მორალურ ზღვარზე გადის რა. ხო, ალბათ. მაგრამ საინტერესო იქნებოდა, ეხა მაგალითად ნეპალში ცნობილი ჯენსის რევოლუცია რომ მოხდა, იქ დროებით მთავრობად ფაქტობრივად AI დანიშნეს. კი, მაგრამ არ გაამართლა. ნუ არ გაამართლა, ხო, იმიტომ რომ მაინც გადაწყობა ისეთი თემაა. კი, არ გადაწყობის გარდა იქაც მექანიზმი არა, გააჩნია ვინ მართავს რა ამ ხო, თუ უნდა, ხო, ეგ არის რომ ვინც მართავს ისიც რაღაცა მაშინ მაინც ადამიანამდე მიდის, იმიტომ რომ ერთხელ შექმნა ადამიანი, მოდი დავიწყოთ აქედან და მას ჩააბარა ეს სამყარო და შესაბამისად მე მაინც მგონია რომ ეგ მიდგომა მაქვს რა, რომ ადამიანმა უნდა მართოს ეგ პროცესი. კი, მეც მქონდა ერთხელ დათო სამნიაშვილი ჩვენთან დილაში მუშაობდა მაშინ მთავარში და მულტფილმი მოიტანა რა, აქ ბერჯერ მაქვს ნათქვამი და მაგაზე ვკამათობდით, რომ ანუ მე თქვი ეს ახლა მართლა ის გაკეთებულია, მე თქვი მართლა რაღაცა გეგონებოდა რომ მულტფილმი სული აქვს რა და ბიჭო რასაც ადამიანი აკეთებსო ზუსტად იგივე მონაცემი შეიყვნა გაგიკეთებს ისიც მაგრამ მეც ის მაქრო მე თქვი როგორ აი თუ ის ტკივილი არის ჩემი ვიდეო მაქვს ნანახი როგორ დაწერს ლექსეგეც თუ იმ ტკივილით არ არის მაგრამ ნუ აი ალბათ რა უშეშო მე ჩემი ვიდეო მაქვს ნანახი ის ხეცი 60 წლის ბებოები რო არიან საყვარლები ზუსტად ესე ვსკროლავდი აი რამდენიმე წუთი მეგონა რომ მე ვიყავი ანუ საკმაოდ საგანგაშოდ რომ მეგონა რომ მე ვიყავი და მივხვდი რომ აი რაღაცა ეს ძალიან ისეთი ცოტა საშიში, მაგრამ ძალიან საინტერესო ეპოქაა რა. დღეს აბსოლუტურად მეტი შესაძლებლობა ვიდრე ჩვენ ეს არ გქონდა ახლა. 90-იან გამოვლილ თაობას აი რესურსებისაც გქონდა რომ ესე დღეს შეგიძლია რომ ინფლუენსერი გახდე და სახლიდან გაუსვათ რეგიონებში ჩავდივარ ხალხის გადასაღებად, სოფლიდან არც კი ჩამოდის, არც კი გამოდის, სახლიდან TikTok-ით შემოსავლის წყაროს იჩენს, ანუ დღეს სხვა ეპოქაა რა. სხვა დროა, იმიტომ რომ და ძალიან კარგი დროა, ძალიან კარგი დროა. გლობალიზაცია ხო ისეთი რამეა
ჩემი შვილიც ხო გეუნებია რა, რომ ისე ლაპარაკობს ინგლისური, არც უსწავლია, მაგრამ ის ფიქრობს უკვე ინგლისურად რა. ანუ ნებისმიერ რაღაცა ამერიკელ მის ასაკის ტიპს რო გაასაუბრო, ანუ ისე დაელაპარაკება, ერთი ინტერესები აქვს, აქცენტი საერთოდ არ აქვს და ფიქრობს ინგლისურად და ჩვენ დროს ეგ არ იყო, ჩვენ დროს ეხა ძალიან დიდი ის იყო კაცო. აი ბერლინის კედელი რო იყო, ეგეთი რაღაცა იყო ჩვენ დროს. ჰა, აბსოლუტურად სხვა რეალობაში. კაი, სოციალურ მედიასთან დაკავშირებით ერთი ეხა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამდენი წელი თქვა, ამდენი ხანი შენ ხარ, როგორ ან რას ურჩევდი თუნდაც იმ ადამიანებს, ან შენ თვითონ როგორ უკმავდები ჰეიტს, რომელიც შეიძლება წამოსული იყოს. Ну, რა თქმა უნდა, სიყვარულს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ამავე დროს კრიტიკაც არის, მწვივეც არის, ვით უმეტეს პროპაგანდაზე ვსაუბრობდით და აქაც კიდე თავის ფაქტორები. რა არის, როგორ უმკლავდები ამას? მე 10 რამ აქვს უკვე გაკეთებული. ავიცერი უკვე. ხო, აი იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული, იმიტომ რომ მაქვს ეს ჩემი ცნობილი артиლერისმერი ისეთი დიდი დოზით ავიცერი, რომ დღეს უკვე აღარაფერი რეაგირება ჩემზე არ ახდენს. ანუ გამორიცხულია რომ რამემ შემატაკოს. მეორე ამბავი არის ის რომ სოციმედია დღეს საუკეთესო საშუალება არის შემოსავლის წყარო რა გქონდეს რა. გარდა იმისა რომ კომუნიკაციები, გარდა იმისა რომ ურთიერთობები, გარდა იმისა რომ ჩემთვის ახლა განწყობების შესამოწმობასაც ძალიან მნიშვნელოვანია და თან უკვე ვისწავლეთ ჩვენ ტროლების ამოცხრილვა. ჩემი შემოსავლის 60% არის სოციმედია. შესაბამისად, ჩემთვის ეს არის სამსახურის საქმე და უყურებ ისეთი პასუხისმგებლობით, როგორც უყურებ ნანუკა შოუს. ამიტომ მე ძალიან ვუფრთხილდები და ძალიან ვცდილობ, რომ ეს აუდიტორია არ დავკარგო. მუდმივად აქტუალობას რა განსაზღვროს მართლა არ ვიცი, ეს მაინც მგონია რომ თავისი დაფერთხებული ამბავია. მაგრამ ხო აი ხა იმ დღეს მქონდა რაღაცა პოლემიკა, სტატუსი დაიწერა, თუ პოლიტიკა გაინტერესებს, გაქვს თუ არა უფლება რომ შიმერის ან რაღაცა თავისმოვლის წარმდგენი იყო. მე მგონია რომ აი მაგ სტანდარტების რღვევა არის ჩემი ნიშა, რომ ვამბობ რომ მე შეიძლება პოლიტიკას ინტერესდებოდა შიმერსაც ვისვამდე. და მე მგონია რომ აი ჩვეულებრივი ადამიანის შეყვანა, თუნდაც იგივე პოლიტიკაში რომ რაღაცნაირად ან არა მარტო ან აქტივიზმშიც რომ ხო ოკეია რა, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ოკეია რა. რომ შენ რაღაცნაირად გამოჭერილი ხალხს არ მოლაპარაკებოდა, თუ მე ამ ხალხს რომ მოიხსნი, როგორიც ხარ მოკლედ ხალხს რომ მოიხსნი, ეგეთი მინდა რომ გნახო რა. ეგ სტანდარტია მნიშვნელოვანი. არა, ხალხი მართლა გადაიწყო ხა იგივე იმ მოკლედ ფილტრს არ ვიყენებ, არც სოციმედიაში, არც ცხოვრებაში. უფილტროდ ვარ. ხო არა, მაგას მართლა უკვე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხა. მაგალითად ის ფორმატები შეიძლება მაინც ბევრი ნახვები ქონდეს თქვათ და შეიძლება ის ტენდენციები ისე ბრუნდება გამოძახილი წინა თემის, მაგრამ დილის ყავა პირობითად ილობეროშულთან ერთად და ამ დროს რო კარზე კაკუნია და უკვე ჩემთან ოპერატორი იღებს იმას სხვა როგორ შემოდის უკვე ხო ეს ადრე ისეთი პონტი იყო რომ ამას არ აქცევდნენ ყურადღებას ეხლა აქცევენ ან მაგალითად მე ხა ისე არ გაგიშევთ რომ ერთი სიმღერა არ შეგვისულო უი გიტარაც აქ არის ხო ხტები ანუ ეგენი აღარ უნდათ ადამიანებს რომ დაიხალე ურჩევნიათ აი ესე იჯდე და პირდაპირ ლაპარაკობდე რა თუმცა ნახოთ აი ხა მანამდეც რომ ამოვდით მე სულ ვეუნებოდი იუთუბერებსაც და რაღაცა პროექტებს რო ვიწყებდი რომ გადაივლის ეს ამბავი და მე რაღაცნაირად საინტერესო იქნება მეთქი რომ ტელევიზიის ხალხი რომელიც იმ ფორმატში ყავს ხოლმე ნანახი ნახო აქაც და როცა გადმოიწევიან შეიძლება აღმოაჩინო მეთქი რომ სრულიად ბევრი კიდე თურმე სხვადასხვა კიდე რაღაც თვისებები ქონია სხვა ტიპია სხვანაირია და ამ ხრივ ძალიან მე როგორ რეალურს იცნობ რა ნიღაბს ხსნი და რეალურს იცნობ რა განსხვავებაა ამ თაობის ახალგაზრდებს შორის რომლებიც ჟურნალისტიკაზე სწავლობენ სტუდენტები და შენი თაობის დროს სტუდენტები. აი რამე ისეთი არის. ჩემს დროს ყველაზე ყველაზე მაღალი კონკურენცია იყო სამედიცინოზე და ჟურნალისტიკაზე. მე რო ვაბარებდი. აი სულ ვეუბნები ჟურნალისტებთან შეხვედრა რომ აქვს აი იმ ადამიანებთან რომლებიც ამ პროფესიაში შედიან, რომ დღეს ამ ეპოქაში ყველა ნებისმიერი თქვენგანი არის ჟურნალისტი, გადაიღე ტელეფონი, ატვირთე, როცა შეგიძლია ისეთი პლატფორმა შექმნა, რომელიც ტელევიზიაზე მეტად რეიტინგულია. აი მე მაგალითად თავისუფლად შემიძლია გითხრა რომ გაცილებით მე არ მჯერა რომ 3 მილიონი კაცი მიყურებს ტელევიზიაში. არ ვიცი, შეიძლება მიყვება, არ მჯერა, რეიტინგი არ ამბობს მაგას და. აი მაგალითად, ჩემი rilsi, შემიძლია რომ 2 მილიონი, 3 მილიონი ნახვა მქონდეს, ან ხო ხტები. ეხლა მაგალითად YouTube-ზე ძალიან მოგვემატა ნახვები, რამ გააჩინა ეს ვერ მივხვდი. ადრე YouTube-ზე ნანუკა არ იყო. ჩვენთან მე YouTube-ზე ცალკე კონტენტს არ ვქვნი. იგივე კონტენტს. ხო, იგივე. შეიძლება ამის მიზეზი არის ის, რაც წეღავ თქვი, რომ ძალიან შევეცადე, რომ ამ თან მე ისაც ეგეთი ტიპი ვარ და არ ვარცხნი გადაცემას, მაგრამ თან რომ შევეცადე, რომ კიდე უფრო მეტად არ დავარცხნო, ალბათ YouTube-ის ტრენდს უფრო მოერგო ეს ვიდრე ტელევიზიას. და შესაბამისად მგონია, რომ დღევანდელ ჩვენს პროფესიებში სხვაობა არის ის, რომ
აი მაგალითად ჩვენ რო ვიწყებდით მაშინ აი წუნა სუვევნებ თამუკო დეკანოსია რომელიც სუვევნები რომ შენ რომ კარგ ჟურნალისტიკად ანუ მასალა რომ იგეტანა უნდა გადარჩენილიყავ იმიტომ რომ თბილისის ომს აშუქებდი და მნიშვნელოვანი იყო ეს მე რომ კარგ ჟურნალისტიკად ჩავთვლილიყავი კარები და რომ აგდებდა ფანჯრიდან უნდა შევარდნილიყავი მაშინ ეგ სტანდარტი იყო და დღეს არის რომ უკაცრავად თუ შეიძლება მივხვდი გააჩნია რას გიკვეთავს რა დღეს გთხოვს მაღალ ეთიკას მაღალ სტანდარტს კულტურას ზრდილობას IQ-ს ეს სხვა რამეს გთხოვს და მაშინ იყო გადარჩენა არ გადარჩენაზე რა მაშინ ახლა ჩვენ სხვა რაღაცებს ვებრძოდით ახლა ჩვენ ვაკეთებდით კანონიერ ქურდებს ოღონდ სადღაც მითიურებს კი არა იქვე ანუ რესტორანში მივდიოდით და ხო ხვდებით დღეს ახლა ამათთვის ეს სცენის სხვა თემატიკა სხვა აქტუალობა სხვა ამბავია ამიტომ მე მაინც გქონია რომ დრო და ეპოქა სტანდარტს გიწესებს კი ბატონო გეთახმები აბსოლუტურად ეგ ჩანს ხოლმე რა როგორც მოდა ისეა ლამის ყველაზე დიდი ტყუილი რა მიგაჩნია რასაც სოციალური მედია მაგალითად გვაჯერებს ესე ადამიანებს აი რაზეც გითქვია რომ აი რანაირად ანუ ამდენ ადამიანს როგორ ჯერა თქვათ აი ამ რაღაცა ტენდენციის იქნება თუ თემის არის მე მაგალითად ჩვენ ეს ფაქტ ჩეკერი ძალიან გვეხმარება თორე ჩემი მაგალითად რაღაცები მოუგონიათ რასაც არ უარსებია და ამას მე ტირაჟირებენ ოღონდ არაოფიციალური მედიის პლატფორმები არამედ რაღაც ყვითლები მაგრამ პროპაგანდა, რომელსაც აი რაღაცა დიდი ველი აქვს რა გახსნილი რა, ქსელები აქვს და უცებ შენ ისე წინა მე მახსოვს ერთხელ მიწევდა იმის მტკიცება, რომ არ დავცინე პატარა ბაუშვს და მე დამეხმარნენ და საერთოდ ააღებინეს ეს იმ მაგრამ აი რაღაცა როცა ამ გზით გაშავებენ მე კიდე რაღაცა თითქოს მე ვიღაცებს ბიტკოინებს მოუწოდა, ანუ რაღაცა ისეთ სიგიჟები ხვდები, რასაც ბუნებაში არ უარსებია საერთოდ. მაგრამ ისევ სად მივდივართ 21 საუკუნეა მარტივად ახერხებ შენ თვითონ აკარწყლებ იქ გეხმარებიან და აი ეგ უკვე დღეს ბრძოლაც მარტივია რა სტუდენტებს რას ურჩევდი შენ ისეთ აი თუნდაც ჩვენ კი ვთქვით რომ ეხლა შენ კი ეუნები ხოლმე რომ მეორადი სპეციალობა იყოსო მაგრამ რა თვისებები უნდა ქონდეს ადამიანს საერთოდ ჟურნალისტს რა თვისებები უნდა ქონდეს აი რას უნდა მიაქციოს ყურადღება აი მაგალითად ეხლა სამსახიობებში თუ ადამიანი არტისტულია პაროდიის უნარია რაღაცა სხვა ნუ მაშინ ეუნებია რომ შენია მიაწეკი ჟურნალისტი აი მაგალითად რა თვისებებს უნდა ატარებდეს რომ უთხრა რომ ეს ჟურნალისტი ამაში დევს ჟურნალისტი შენ ხო თქვი რომ უნდა დაიბადო ეგეთად რა თვისებებია პირველი არ უნდა იღლებოდეს აი ხო რაღაცნაირად ჟღერს რა მაგრამ ნებისმიერ დროს ერთადერთი რაც არ იცვლება, იქნება ეს წუნა ჟურნალისტიკა ჩემი თუ დღევანდელი თაობის, ანუ ეს დაღლა, ანუ ეს არის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც უნდა გქონდეს, ანუ არ უნდა იღლებოდეს წინააღმდეგობისგან, ანუ ეს როდესაც გაქვს, მე რაღაცა ყველაფერზე მოქმედებს. მეორე საკითხი არის ის, რომ მე საერთოდ ცხოვრებაში მიყვარს დისციპლინა. და მგონია რომ ყველა პროფესიაში დისციპლინა არის წარმატების ძირითადად სულ მომყავს მაგალითი აი ქინქლაძე ვიეს კალაძე რა რომელმა შექმნა ხო ხვდები ძალიან ნიჭიერმა თუ ძალიან დისციპლინირებულმა რომელმა ითამაშა დიდი ფეხბურთი და შესაბამისად აი იმიტომ რომ ეს ფეხბურთი ყველასთვის ისეთი თემაა რა მარტივად გასაგები და ამიტომ სულ ამბობ რომ თუ დისციპლინა არ აქვს და ეს რაღაცა რუტინა არ მოგწონს ვერ არც ერთ საქმეში არაფერი არ გამოგია და არ ვიცი ხა დანარჩენი თვითონ თავისი რაღაცა პერსონალური ინდივიდუალიზმი რაღაც არ მგონია რომ ჟურნალისტი სხვა რაღაც უნდა ახასიათებდეს რაც სხვა პროფესიაში აუცილებლად არა ინდივიდუალიზმი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ უნდა გამოიჩინოს ხო რაღაცა და თან ყველაზე აი მაგალითად მე სულ ვეუბნები რომ დღევანდელი სტანდარტით ახლა თან რაც ძალიან მარტივი მოსაპოვებელია ეს რაღაცნაირი განათლების სხვა სტანდარტი იყო მაშინ და დღეს რაღაცა ხელმისაწვდომობა ინფორმაციის უფრო მარტივია და უფრო უმარტივდებათ რაღაცების გადამოწმება რა ბოლოს კითხავ კიდე ჟურნალისტიკის გარდა და უშუალოდ შენი საქმიანობის გარდა ყველაზე დიდ სიამოვნებას რის იკეთება განიჭებს ან თუნდაც ყურება ჰობი ასე ვთქვათ რა აუ არ ვიცი ადამიანებთან ურთიერთობა ალბათ რა მე სოციმედიაში ვატარებ ყველაზე დიდ დროს ანუ ჩემს 600 კომენტარი რო ნახო აქედან 300 ჩემი პასუხია ანუ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს თაჩი ადამიანთან რომ მისი ემოციები უკონტროლოდ რასაც არ უნდა მწერდეს ეხლა რასაც არ უნდა მლანძღავდეს თუ შეურაცხყოფას არ მაყენებს მე ძალიან იშვიათი ანუ არ მიყვარს დაბლოკვა და თუ რაღაცას ისეც არ მიწერს რა და შესაბამისად მოკლედ ეს ურთიერთობები ადამიანებთან რომელსაც ხელს კიდევ სადღაც სხვა ქვეყანაში ემიგრაციაში მყოფს და რაღაც ამ ემოციას პირდაპირ გიზიარებს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გეთახმები აბსოლუტურად მე მგონი ძალიან საინტერესო იყო ჩვენ ახლა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების გიყურებენ არა მარტო მე მინდა რომ ყველა სტუდენტს ვუთხრა რომ ცოტა ხნის წინ რამდენიმე დღის წინ სტუდენტის ესეთი რეპლიკა მოვისმინე რომ მე ძალიან ბედნიერი ვარო პრობლემა არ მაქვს კარგად ვარო და მე მგონია რომ სტუდენტიც ნებისმიერ პროფესიის ადამიანი სწორი მოქალაქე არის მაშინ როდესაც მისი ცხოვრების შეფასება ბედნიერი არის თუ არა მარტო მის ცხოვრებაზე არ გადის იმიტომ რომ მე არ მჯერა რომ ადამიანი შეიძლება იყოს ბედნიერი ისეთ გარემოში სადაც ირგვლივ ადამიანები ბედნიერები არ არიან არ მჯერა
იმიტომ რომ მე მგონია რომ ჩვენი ბედნიერებას დგას იმაზე რომ მეც მგონია რომ თითოეული ჩვენგანის მთავარი მისიაც ეგ არის რომ ერთმა ადამიანმა ერთ ადამიანს მაინც რომ შეუცვალოს ცხოვრება, всё მისი მისია ამ ქვეყანაში შესრულებულია და ამ ეგრე ვუყურებდა. ამიტომ მე მინდა უთხრა სტუდენტებს რომ თავარი ძალა მასში დაინახონ, მათში დაინახონ და მოკლედ მე ვარ ბედნიერი მარტო მორალით არ იცხოვრონ რა. ხო, მესმის აბსოლუტურად და კიდევ ერთი ბოლოსკენ დღეს საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანების თვით შეფასება გადის იმაზე, თუ რამდენი ლაიქი აქვს, რამდენი გული აქვს. თვითონაც თუ ეხა რაღაცა დღეს უკვე მართლა ერთი მიკროფონიც რომ დაიჭირო და TikTok-ზე ვიდეო ჩაწერო, უკვე ფაქტურად შენი პლატფორმა და კი, შენი ტელევიზია. რამდენად ატარებს ეს საშიშროებას, რომ ადამიანები აი მაგალითად განცდებში მინახავს რა ის რომ ვიღაცას მართლა ძალიან კაი სტატია დაუწერეს რაც არის ანალიზი რომელსაც აქვს რისერჩი გაკეთებული რომელიც ნამუშევარია მაგრამ იმის გამო რომ გრძელია და ისე აჩქარებულია ტემპირა და ეს თითი ხო ვერავინ ვერ დაამარცხა და აი მაგას განისწენ და 20 ლაიქი 30 ლაიქი დემოტივაცია კი მე მყავს ესეთი მეგობარი ძალიან ბავშვი გიორგი დუმბაძე უჩქლიანესია სტუდენტია საქართველოს უნივერსიტეტის დუმბო რომელიც წერს, ანუ მართლა ჩემს არის ერთ-ერთი წერს აი უშველებელ მესიჯებს და ვეუბნები სტატუსებს და ვეუბნები შენი ხათრითაც ძლივს კითხულობ და ანუ ბოლომდე ვერავინ ეგ ხო ცოდნაა და რაღაცა მე მგონია რომ ამას ალღოს აუღებენ მე ერთადერთი აი ლაიქების პრინციპით როდესაც აზრს მიფასებ იქ მნიშვნელოვანია ლაიქი მაგრამ აი მაგალითად არაყვნენ Instagram-ის ლაიქებს, იქ სადაც ყველაფერი ფეიქია, ეს სილამაზეც მოგონილია, ფილტრებით გატარებულია და ძალიან ბევრი არასწორი ტრენდი შექმნა და მე ბევრ გოგოს ახალგაზრდა გოგოს უნდა რომ იყოს ისეთი და სინამდვილეში ის ისეთი არ არის. სინამდვილეში დამუშავებულია, მე ერთადერთი მგონია რომ Instagram-ის ლაიქები უნდა დავიკიდოთ, იმიტომ რომ ყველა ლამაზია ამ სამყაროში და განსაკუთრებით ვინც ბედნიერია ლამაზია, მაგრამ აი თუ აზრს მიფასებ, იქ ნამდვილად უნდა იყოს ჩვენი მთავარი გამზომი, რამდენი ლაიქი გვაქვს, მაგრამ თუ გარეგნობას მიფასებ, უნდა დავიკიდოთ. ვიცი რომ ძალიან ბევრი გადარბენა გაქვს. საერთოდ ზოგადად შენი ცხოვრების წესია დისციპლინა ახსენე და დისციპლინის გარეშე ამდენს ფიზიკურად ვერ მოასწრებ ადამიანი. ხო, გაწერილი. ვით უმეტეს ახლა კიდე მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მაინც რომ გამონახეთ რომ და მოხოდი. კი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ შენი ყავი ეს ფაქტორი რომ იცოდე. თავიდან ბოლომდე შენ.